აი ასე გამოიყურება მზის სხივების გავლენა ჭორფლებზე. დააკვირდით რამხელა განსხვავებაა. აი ამ გოგონას შემთხვევაში უფრო თვალნათლივ ჩანს, ის იყო დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ხორვატიაში და დააკვირდით მის სახისგანს, ნახეთ რამხელა ცვლილებაა. მხოლოდ 2 კვირიანი ექსპოზიციის შემდეგ წარმოიდგინეთ მთლიანად სახე არის დაფარული თითქმის ჭორფლებით. ამის ახსნა კი ძალიან მარტივად შეიძლება, კონკრეტულად მზის სხივები, რომლებიც კანის ზედაპირზე მოქმედებენ, იმის მიხედვით რამდენად ხანგრძლივია ეს მოქმედება და დასხივება, კანის საფარველში შემავალ შრეებში არსებული უჯრედები ზიანდებიან და კონკრეტული უჯრედები, რომლებსაც ახლა ხედავთ ვიდეოზე, მელანოციტები, ისინი სტიმულირდებიან. მელანოციტები გამოიმუშავებენ მელანინს, რომელიც არის პიგმენტი ჩვენი კანის და პასუხისმგებელია მის სხვადასხვა ფერის შეფერილობაზე. მელანინის გამომუშავება გარკვეულწილად დაცვითი მექანიზმია, რადგან ესეთი მზის დამწრობები ორგანიზმმა მომავალში თავიდან აირიდოს. გაძლიერებული სინთეზი მელანინის კი იწვევს სწორედ ჭორფლების და მსგავსი პიგმენტური ლაქების უფრო გამუქებას, რაც კონკრეტულად ვიდეოს დასაწყისში ვნახეთ. შენ კი თუ მოგწონს სამედიცინო ვიდეოები, დაალაიქე და გამოიწერე ეს არხი.